ოცნების დიპლომატების სავიზო რეჟიმის მოლოდინში ევროკავშირის წევრი ქვეყნის ელჩები იმსჯელებენ დღეს რეზოლუციაზე, რომელიც ქართული დიპლომატების და ოფიციალური პირებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას გულისხმობს. მიზეზი ივანიშვილის კლანის ანტიდემოკრატიული პოლიტიკაა. რეზოლუციის მიღების შემდეგ დოკუმენტი ოფიციალურად შევა ძალაში და ყველა წითელი პასპორტის მქონე პირისთვის დიპლომატიური პასპორტით მოქმედების შესაძლებლობები გაუქმდება. ინიციატივა დააყენა ევროკომისიამ, მიზეზად კი ივანიშვილის რეჟიმის მიერ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა დაასახელა. ამ თემაზე ნინო სამყურაშვილი მუშაობს და ის განაგრძობს საუბარს. გისმენით. შეიძლება ითქვას ამ დროისთვის უკვე, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნის ელჩებმა მწვანე შუქი უკვე აუნთეს იმას, რომ სამსახურეობრივი და დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის დაწესდეს სავიზო შეზღუდვები და მათ ჰქონდეთ ვალდებულება ოლიგარქიული რეჟიმის წარმომადგენლებს, რომ თუ სურთ იმოგზაურონ, ეს იქნება საქმიანი მოგზაურობა, თუ ეს იქნება პირადი მოგზაურობა ამ ევროკავშირში და შენგენის ზონის ქვეყნებში მათ დაჭირდებათ ვიზა და ამ ყველაფერთან დაკავშირებით უნდა ჩადგნენ საკონსულოების რიგში. ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირმა მიიღო მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ ოლიგარქიულმა რეჟიმმა უარი თქვა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე, რასაც ქართველი ხალხის მიმართ მძაფრი რეაქცია და საპროტესტო აქციები მოყვა. 58 დღეა უკვე პროტესტი არის ქუჩაში, არ შეწყვეტილა და სწორედ ამის საპასუხოდ დგამს ევროკავშირი ასეთ ნაბიჯებს. ახლა მხოლოდ დარჩენილი არის ის, რომ ეს გადაწყვეტილება, რომელიც უკვე იურიდიულად გაფორმებულია, ამისთვის დოკუმენტიც არსებობს, გამოქვეყნეს ევროკავშირის სპეციალურ ჟურნალში და ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირის ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას აქვს იურიდიული ძალაც და უკვე ამოქმედებული იქნება. დიდი ალბათობით ექსპერტებს აქვთ მოლოდინი, რომ თებერვლიდან უკვე შეზღუდვები ამოქმედდება და ქართული ოცნების მაღალჩინოსნები ისარგებლებენ კი არა და მოუწევთ მათ უკვე სავიზო რეჟიმში მოქმედება და გადაადგილებაც შენგენის ზონაში თუ დაჭირდებათ, მათ ვიზა დაჭირდებათ. ევროკავშირი ამით რეაგირებს საქართველოს დღევანდელი დე-ფაქტო მთავრობის შეცვლილ კურსზე და მათ მიერ დემოკრატიის დასამარების ოპერაციაზე, რაც მიმდინარეობს უკვე რამდენიმე ხანია საქართველოში და სწორედ აი ამ რეჟიმის წარმომადგენლებს ეუბნება, რომ თქვენ უკვე აღარ ახართ ის პრივილეგირებული ადამიანები, რომლებიც თავისუფლად იმოძრავებენ ჩვენთან. ეს სამყარო ევროკავშირი არ არის ისეთი რეჟიმებისთვის, რომლებიც დემოკრატიას ებრძვიან საკუთარ ქვეყანაში. საქართველოს მთავრობას, დე-ფაქტო მთავრობას ეგონა, რომ ორბანის და ფიცოს, აი ამ ორი პრემიერ-მინისტრის დახმარებით ევროკავშირის პარალიზება მოხდებოდა და ევროკავშირი ვერ მოახერხებდა ერეაგირა საქართველოს მთავრობის, დე-ფაქტო მთავრობის ქმედებებზე. რაც რა თქმა უნდა არის ძალიან მოკლე ჭკუით გათვლილი, ასე ვთქვათ, ნაბიჯი, რადგანაც ეს ნიშნავს ასევე, რომ ევროკავშირის სტრუქტურებს და სხვადასხვა მექანიზმებს საქართველოს მთავრობის დღევანდელი მთავრობა კარგად არ იცნობს. ეს შეზღუდვები არც ერთ შემთხვევაში არ უნდა შეხებოდა ქართულ ხალხს და კარგი არის, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ევროკავშირმა. ეს არის ის განცხადებები, რომელსაც აკეთებენ დღეს ოპოზიციონერები. შეგახსენებთ იმას, რომ ევროკავშირიც დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდა თუ როგორ დაეწესებინა ეს სავიზო შეზღუდვების ნაწილი, რომ უვიზო მიმოსვლა ყველასთვის გაეუქმებინა თუ მხოლოდ კონკრეტულ პირებს შეხებოდა და საბოლოოდ ასეთი გამოსავალი იპოვეს, რომ ის ადამიანები, ვინც არიან დემოკრატიის ძირის გამოთხრაზე პირდაპირ პასუხისმგებლები არიან ოლიგარქიული რეჟიმის მსახურები, ვინც უცვლიან ქვეყანას საგარეო პოლიტიკურ კურსს, სწორედ ამ ადამიანებთან მიმართებაში დააწესა ეს შეზღუდვები ევროკავშირმა და ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, თუმცა მათ აქვთ მეტის მოლოდინი და ამბობენ იმასაც, რომ უფრო მკაცრი უნდა იყოს ევროკავშირი და თუ ერთიანობაში ვერ მოხერხდება რაიმე გადაწყვეტილების მიღება სანქციებთან დაკავშირებით, ინდივიდუალურად ქვეყნებმა მაინც უნდა განაგრძონ ოლიგარქიული რეჟიმის და მათი მსახურების დასანქცირება. ევროკავშირის რეზოლუციიდან გამომდინარე, 1 თებერვლიდან შეუწყდებათ დიპლომატიური პასპორტები ქართული ოცნების წარმომადგენლებს და არა მარტო მათ, იმ საჯარო მოხელეებს, ვინც დღემდე არის სისტემაში და მხარს უმაგრებს ქართულ ოცნებას. ეს ერთ შეხედვით შეიძლება გავდეს სიმბოლურ ნაბიჯებს, თუმცა ის პრივილეგიები, რაც ამ პასპორტს მოყვებოდა, ყველაფერი უწყდებათ. ანუ ეს არის ევროკავშირი ერთხმად რაზეც შეთანხმდა. ცხადია, ბევრისთვის შეიძლება ეს იყოს ცოტა და უფრო მეც უნდა მოვალოდეთ, მაგრამ ჩვენ ვიცით ევროკავშირი
ევროკავშირის ბიუროკრატია, ჩვენ ვიცით როგორ რთული არის, როდესაც მათ უწევთ გადაწყვეტილება მიიღონ ერთობლივად, ამიტომ აქაც იპოვეს გამოსავალი ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა და ინდივიდუალური სანქციები წევრი სახელმწიფოებიდან დაედებათ ქართულ გზნებას და მათ ბიზნესებს. ჩვენი მიდგომა არის ძალიან მარტივი და ჩვენი აზრით ერთადერთი სამართლიანი მიდგომა. საქართველოს რიგითი მოქალაქეები კი არ უნდა დაისაჯონ კონკრეტული პირების დანაშაულებზე, არამედ იმ კონკრეტულმა პირებმა უნდა აგონ პასუხი. შესაბამისად ის რომ საბოლოო ჯამში აქეთ წავიდა პროცესი რომ ნაცვლად იმისა რომ ყველას გაგვიჩერდეს ან საქართველოს თითოეულ მოქალაქეს გაუჩერდეს ვიზა ლიბერალიზაციის ბენეფიტები ანუ სარგებელი კონკრეტულ ადამიანებამდე მნიშვნელოვანია რომ დავიდეს პასუხისმგებლობები. როგორც არსებობს დემოკრატიული ქვეყნების კლუბი და ცივილიზებული მსოფლიო, ისე არსებობს დიქტატორების კლუბი. აი ზუსტად ამ დიქტატორების ამოცანა არის რომ რაც შეიძლება ბევრი თანამოაზრე ყავდეს. ამიტომ არის აუცილებელი რომ ქვეყანაში ყავდეს ლეგიტიმური ხელისუფლება, ქვეყანა იყოს განვითარებული, ქვეყანა იყოს ევროკავშირის წევრი, ქვეყანა იყოს უსაფრთხო, ამისთვის აუცილებელია დემოკრატიული მთავრობა. რომ არ აუყავს დემოკრატიული მთავრობა, ლეგიტიმური მთავრობა და ირღვევა ყოველდღე ადამიანის უფლებები და სახელმწიფოს უმტვრევენ ადამიანებს, აი ამისთვის წესდება სანქციები ივანიშვილისთვის, რომ რეჟიმს არ კონდეს ფინანსური და სხვა რესურსი არსებობისთვის. ევროკავშირი ფიქრობდა უფრო მკაცრი სანქციების დაწესებაზე ოლიგარქიული რეჟიმის მიმართ, მაგრამ ამ შემთხვევაში, რასაც ჭირდებოდა ერთიანი გადაწყვეტილება, ეს იყო სახელობითად სანქციების დაწესება. ორბანმა, უნგრეთის პრემიერმა და ასევე სლოვაკეთის პრემიერმა ფიცომ უშველეს ოლიგარქიულ რეჟიმს და ეს ერთიანი სანქციები ვერ მოხერხდა, მაგრამ მაინც გამოიძებნა შესაბამისი გზა იმისათვის, რომ ოლიგარქიული რეჟიმი დასანქცირებულიყო და ვისაც აქვს დიპლომატიური პასპორტები, ეგრეთ წოდებული ლურჯი პასპორტები, მათ მიმართ ეს სანქციები უკვე თებერვლიდან ამოქმედება. სამსახურეობრივი და დიპლომატიური პასპორტების მფლობელები თებერვლიდან ევროკავშირში შესვლას მხოლოდ ვიზით შეძლებენ.